დააჯარი ადამიანი და ციხეში ჩასვა, იმიტომ რომ დეპუტატს აგინა, პრემიერ-მინისტრს აგინა. კანონით ისჯებოდეს ადამიანი, იმიტომ რომ პოლიციელს შეაგინა, ეს არის იდიოტიზმი უბრალოდ. ვისაც ეხერხება ეს ლექსების წერა, პოემების წერა, შეუძლია სპექტაკლის დადგმა, სიმღერის დაწერა. მე მგონი აი ესე კულტურულად უნდა გალანძღოთ კანონის მიღებიდან დაწყებული განსაკუთრებულად ბიძნეიმაშვილი, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა იმ კანონის მიღება, რომ თურმე აი ამ ხელისუფლების გინება არ მოსულა. სანამ ის კანონი არსებობს, ჩემი აზრით, ყველას აქვს აბსოლუტური მორალური უფლება დღე და ღამე აგინონ. აი ლამაზად აგინონ. მართლა ლექსები იწერებოდეს, რომ თაობებს დარჩეს. ქართულ ისტორიაზე რომ იკითხავენ, ვინ არის რა იყო ბიძნეიმაშვილის მმართველობაო, აი ეს უნდა გაახსენდეთ, რომ საუკეთესო პოემები დაეწერა იმ პერიოდში. მეც კი დავეხმარებოდი იმ პოეტებს, იმ წერლებს, ვინც ნიჭიერად გააკეთებდა ამას. აი ისტორიაში უნდა შევიყვანოთ, მე მგონი ეს ხალხი. ბავშვებმა მომავალ თაობებში უნდა იცოდნენ, რომ აი ასეთი ბედიელის იმ ხალხს, ვინც ცუდ კანონს იღებს. მეც აი თუ დავინახე, როგორც შამუგიამ დაწერა ფინარაძეს რა ვიცი, ხო ძალიან პატარა იყო. მაგრამ სწორი მიმართულება იყო ჩემი აზრით. ჩათვალეთ, მეც კონკურსი გამოვაცხადეთ და სხვებ დაორგანიზდეთ, რომ ერთი ლექსი დაიწეროთ.